საგანმანათლებლო ტექნოლოგიების რიგით მესამე კონფერენცია ტექნოლოგიურ პარკში გაიხსნა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელოვამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაპელმა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ღონისძიებაში 200-მდე მონაწილეა ჩართული. სწავლა, სწავლება, ციფრულ ეპოქაში, პროფესიული განვითარება, მენეჯმენტი და ლიდერობა ისტის დახმარებით. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიმართულებებისა, რომლებზეც კონფერენციის განმავლობაში სპეციალისტები იმსჯელებენ. სამუშაო შეხვედრები 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიები ფაქტურად იძლევა გამრავლების საშუალებას იმ შედეგების, რაც ჩვენ გვაქვს და მე ძალიან მომხრე ვიქნებოდი, რომ საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილები არსებობდეს ონლაინ ვერსიაში, მომხრე ვიქნებოდი, რომ არსებობდეს თამაშები, არსებობდეს პროგრამები, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენ მოსწავლეებს სწავლის ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენი პარტნიორები და დონორები წარადგენენ თავიანთ მოხსენებებს იმ სიახლეების შესახებ, რაც მათ გააჩნიათ, გაეცნობიან პედაგოგები ამ სიახლეებს. პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთ გაზიარება მოხდება მათ შორის გამოცდილების და ისინი ახალი ცოდნი და სიახლეებით დატვირთულები დაუბრუნდებიან თავიანთ საკლასო ოთახებს და ამ ცოდნას გამოიყენებენ სწავლასწავლების პროცესში. ჩემი სკოლა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მზად არის თანამედროვე განათლებისთვის. სკოლის მთავარი, ასე ვთქვათ, ლოზუნგი ეს არის განათლება ფურცლის გარეშე. ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია თამამად ვიმსჯელოთ, თუ რამდენად მზად არის ჩემი სკოლა იმისათვის, რომ მივაქციოთ თანამედროვე განათლებაში ტექნოლოგიების გამოყენება და რაც ყველაზე მთავარია, დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მობრძანდეთ, ნახოთ, როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიების სწავლის